გამარჯვებათ ყველას საღამოშვიდობისა. დღეს გვაქვს თარიღი 15 იანვარი. თხის მიწრული დაიწყო და მიწრული, ანუ შუა პერიოდი გავიარეთ და საცა 4 დღეში თხის ზოდიაქოს ნიშანი დაასრულებს, ესე ვთქვათ, მზე ტრანზიტს და გადავა მერწყულში. საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია. მნიშვნელოვანი პერიოდი ყოველთვის, ყოველი დღე. ხან დადებით კონტექსტში, ხან უარყოფით კონტექსტში. მოკლედ იცი ასაკვირდები, მასმედიის აქტიურობა არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იმ ადამიანებს კითხოს აზრი, როგორ იქნება 2025 წელიწადი, ვინც უფრო დეტალურად, უფრო ზუსტად ასახავს იმ რეალობას, ასეც ისინი ლაპარაკობენ, ასეც ისინი პროგნოზირებენ, მოდი ესე ვთქვათ. ანუ ასე ვთქვათ, შედეგიანი და მოაზროვნე რესპონდენტები მე ჩემ თავზე არ ვიძახი, არიან კიდე სხვაებიც. მათ არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ ის, ვინც მაგათ დაკროლზე იცეკვებს. ხო და აი არც მე და არც ისინი, ვინც ამ თემებში ცოტა აჟურში არიან და რაღაცე მოეკითხებათ, ასე ვთქვათ, ამ დაკროლს ცეკვატობა არ მოგწონს და ყოველ შემთხვევაში 21 საუკუნეში ამ სოციოლოგ ქსელების გადამკიდე არ განვიცდით პოპულარიზაციის იმას ზოგადად დეფიციტს და თავისთავად როდესაც პოზიცია აქ უკვე დამოკიდებული არის ტენდენციები რაზე, იცი, რომ ადამიანებს უფრო არჩევენ, ანუ რესპონდენტებს უფრო არჩევენ პოლიტიკური თვალსაზრისით. აი ეს ძალიან აშკარაა და ძალიან ნათელი არის, ანუ თუ კი ნაცებს და მის ასე ვთქვათ ხროვას აგინებ, ესე იგი ხარ ქოცი და არა ხარ, ასე ვთქვათ, იმის ღირსი, რომ ჩვენ ტელევიზიებში მოხვიდე და თუ კი ქოცებს და იმ მეტასტაზებს აგინებ, არა ხარ ღირსი, რომ ასე იგი ხარ ნაცი და არა ხარ ღირსი, რომ ჩვენ ტელევიზიებში მოხვიდე და შემდეგ მოყვეთ ტელევიზიებში, მასმედიის საშუალებებში ყოველ შემთხვევაში. თუ კი ოდესღაც მოვიდა საქართველოში მოაზროვნე, ადეკვატური და ასეთი პასიონარული რაღაც სახელმწიფო მეთაურები გვეყოლა, რომლებიც მართლა იზრუნებენ საქართველოზე, აუცილებლად უნდა დაიწყონ ამ ტელევიზიების და მასმედიის წმენდა. იმიტომ რომ ისინი არიან ტენდენციურები და ობიექტურობისგან ძალიან შორს არიან. ხო, ამიტომ ტელევიზიის სმენა არის ძალიან დიდი მავნებლობა. ეს იქნება საუბარი სწორედ არსებულ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში ხდება, ასტროლოგიური მიმოხილვა იქნება სწორედ და საკმაოდ სერიოზული პროცესებია, რომლებიც დაიწყო 2019 წლიდან და უკვე დასრულების ეტაპზე გადის უკვე, ესე დამაგვირგვინებელი. სწორედ ეს იქნება 2025 წლის მარტის თვიდან 2026 წლის მარტის თვემდე, ანუ რეალურად ახალი წელიწადი იწყება. ნამდვილი ახალი წელიწადი იწყება რეალურად ბუნებამ რაც დააწესა, ეს არის 20 მარტი და თავისთავად ეს ათვლის წერტილი სწორედ იქიდან გვაქვს ჩვენ ასე ვთქვათ დასახული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადია, დაიწყო 2019 წელს, დაიწყო ყველაფერი პანდემიით, დაიწყო ყველაფერი ესე ვთქვათ აი ბლოკირებით, ჩაკეტვით, ხალხის გაყოფით, პოლარიზაციით, ადამიანების დეგრადაციით, მათი აზროვნების, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი გაუბოდროს და ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ გაანადგურეს და მოსპეს. საავადმყოფოებში, კლინიკებში, ასევე ფსიქოლოგიურად შეურყიეს ფსიქიკა ჩვენს ბავშვებს, ჩვენ თაობას, ახალგაზრდებს აი ამ საშინელი კადრებით, იმ ტელევიზიით და იმ შავი პიარით, რაც ისინი აწარმოებდნენ.
და თავისთავად აი ეს ომი, რაც დაიწყეს ხალხის წინააღმდეგ, თავისთავად ეს გრძელდება დღემდეც. ვირუსები და აი ეს ვაქცინაცია, თავისთავად ცოტა აქტუალურობა დაკარგა, ისე აღარ არის მწვავე, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, იქნება კუდის მოხნება და როგორც პროგრამაში იყო განსაზღვრული პროგრამა, რომელშიც წერია ზუსტად მსოფლიო გეგმა, მსოფლიო პანდემიის გეგმა, რადგან არის სწორად ასახული აი ეს მომენტები, რომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი 25 წელს და 25 წელს იწყება ახალი. რაღაც ახალი. ამიტომ დააკვირდით თვითონ ციფრს 2025 წელიწადი. რას გვეუბნება, რომ მათი ჯამი 2 + 2 + 5 გამოდის 9. ანუ ეს არის უკვე ციკლის დასასრული. ანუ რაღაცა, რაც უნდა დასრულდეს. და იწყება რაღაც სულ ახალი წყობა, დიდი რეფორმები, რადიკალური ცვლილებები და სხვა სამყარო, რომელშიც გადავდივართ ჩვენ. სულ სხვა სამყარო, სულ სხვა სფერო, სულ სხვა ფინანსური, სულ სხვა ეკონომიკური, სულ სხვა მსოფლიო საზღვრებიც იქნება სულ სხვა და სწორედ აი ეს ყველაფერი უკვე უნდა მოესწროს აი ამ პერიოდში 25-26 წლის, ესეთ 25-ში იწყება და 26-ში უკვე შედეგებსაც ვნახავთ ამ ყველაფრის. ძალიან დიდი რეფორმები და ძალიან დიდი ქარტეხილები გველოდება წინ და რომ დავაკვირდეთ ხომ აი ამ ციკლურობას, იმიტომ რომ მთელი ჩვენ ხო მატრიცაში ვართ, რაღაც პროგრამაში ვართ, ასე ვთქვათ. და ეს ყველაფერი არაფერი არ ხდება აბსოლუტურად რაღაც ინდივიდუალურად, არაფერი არ ხდება სპონტანურად, არაფერი არ ხდება აი ესეთი ექსპრონტით და რაღაც ისეთი რაღაც შეიძლება ადამიანი ინდივიდუალური ცხოვრებით იყოს ესე, მაგრამ ყველა მსოფლიო გლობალური პროცესები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ და ჩვენ უყურებთ, ეს ყველაფერი არის პროგრამის ნაწილი და ამიტომაც აღარ ვერები უკვე რაღაც პოლიტიკაში აღარ ვერები არსად, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ყველაფერი მე ვფიქრობ შეიძლება ასტროლოგიოთ ეს ყველაფერი პროგნოზირების სახით თქვა, რადგან ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს გეგმავს ასტროლოგიის მიხედვით. ეს არის ტენდენციები, ეს ენერგეტიკა, ეს არის ბედის წერის თემები და თავისთავად ხდება ეს ყველაფერი, ხო? ჩდება და ყველაფერი ჩანს ეს რაღაცები. ერთ რაღაცას გაუსმევ ხას, რომ ასტროლოგიაში ყველა პლანეტას რაღაცა განაგებს. და აქედან გამომდინარე ყავს ორი პლანეტა. ეს არის ნეპტუნი და ეს არის პლუტონი. ერთადერთი ასე თქვათ, აი ეს ცოტა ჩავარდნა, რაც ჩვენ ვერ ვნახეთ ასტროლოგებმა და ვერ ნახეს ასტროლოგებმა ზოგადად, ეს იყო პანდემიისა და ვირუსების თემა. რადგან ეს პლანეტები, რომლებიც ახლა ჩვენ გვაქვს, ხო? ნეპტუნი და პლუტონი, მათი ფუნქციალური დატვირთვა და მათი დაკვირვება საკმაოდ მცირე ხნისაა განსაკუთრებით პლუტონის, იმიტომ რომ პლუტონი აღმოჩენილია 1918-19 წლებში, 30-იან წლებში ყოველ შემთხვევაში და პლუტონის აღმოჩენა და მეორე მსოფლიო ომის დაწყება ზოგადად იყო ერთი, ანუ ძალიან მალე მოხდა ეს ყველაფერი. ისევე როგორც ურანის აღმოჩენასთან კავშირში იყო სწორედ ის ელექტროენერგიისა და დენისა და რადიოს, ტელეფონის, მიკროფონის ეს მოგონებები და ტექნოლოგიური ზრდა, ავიაციის განვითარება, რომელსაც თვითონ ურანი განაგებს, ხო? ნეპტუნის პერიოდში უკვე ნავთობს მიეცა უკვე ესეთი მეტი მრავალფეროვნება და მისი გამოყენება უკვე სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს, შექმნეს როგორც ეს გეწოდებული ნავთი, ჩვენ რო ვეძახით დიზელი, სალერკას რო ეძახიან, შექმნეს უკვე პლასტმასები, შექმნეს უკვე რაღაც ზეთები, შექმნეს რაღაც სხვადასხვა ნავთო პროდუქტები და მისი გავრცელება და მისი გაფართოება სწორედ მაშინ დაიწყო და განვითარდა, როცა ნეპტუნი აღმოაჩინეს. და აი ესე დაკვირვება ჭირდება ამ ყველაფერს. ახლა წარმოიდგინეთ, ახლა მზე, მარსი, სატურნი და რაღაც ამასაკვირდებიან 100 წლეულების და მილიონი წლის მანძილზე და უკვე იციან რა რასაკეთებს, მაგრამ აი ამ ახალ პლანეტებს ჭირდება უფრო მეტი დაკვირვება და პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი
Plutoni დაახლოებით 20 წელიწადია, 20-23 წელიწადია ჩერდება ერთ ზოდიაქოს ნიშანში. ხო, ნეპტუნი როგორც პლანეტა, ხო, ანუ ჩვენ მაინც დიდი ხანია ყოველ შემთხვევაში ეს არ ვიცით და ესეთი დაყურების თემაა ჯერ კიდევ. და ნეპტუნი ზოგადად რამდენიმე საუკუნე რაც ვიცით მასზე, რო ის ასე ვთქვათ, არსებობს და ზოდიაქოს ნიშნებში უკვე დავიწყეთ მისი განხილვა და ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი პლანეტა ყოველ შემთხვევაში და განსაკუთრებით ახლა 2025 წელს, რადგან ის ნელ-ნელა გადავა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და სწორედ ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ბოლოს ის იმყოფებოდა 1861 წლიდან 1875 წლამდე. ეს პერიოდი იყო ბოლო. და რას გააკეთებს კიდევ ეს ვერძში ეს კიდევ მოკლედ ამაზე კიდევ ვისაუბრებ ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან დინამიური და მოვლენებით სავსე წელი გველოდება 25-26 ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ეს დიდი და ნელი პლანეტა გადადის უკვე სხვა ზოდიაქოს ნიშნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი გლობალური ცვლილებები იწყება, იმიტომ რომ რაც უფრო ნელია პლანეტა, მით უფრო დიდი გავლენა აქვს მას მსოფლიოზე, დიდი გავლენა აქვს ეს მასებზე, ხალხზე და სამყაროზე ზოგადად. იცვლება ყველაფერი აბსოლუტურად, იცვლება ბუნებაც კი, იცვლება კლიმატი, იცვლება ეკონომიკა, იცვლება საზღვრები, იცვლება ადამიანის მსოფლმხედველობა, იცვლება წესრიგი და ყველაფერი აბსოლუტურად უნდა დატრიალდეს ყირაზე. მივყვეთ სიტუაციას ახლა ისევ. ანუ დინამიური წლები რაც ჩვენ გვაქვს, ეს 9 წლის განაყოფები რო ავიღოთ, ახლა ხო არის 2025 წელიწადი, ხო? ნუ ეს გვეწყება ეს. სწორედ ახლა ვართ იმ ციკლში მოქცეული, როდესაც 36 წლის, ესე ვთქვათ, 36 წელში ერთხელ, ანუ 9-ის განაყოფია, ხო? და 36 წელში ერთხელ ხდება უდიდესი მოვლენები და იცვლება ეპოქები. დავიწყოთ მოდი ასე ვთქვათ 1891 წელი 1917 წელი ეს რევოლუციების წელი არის. და ეს რო დასრულდა დაიწყო 1953 წელიწადი, ეს უკვე სტალინის პერიოდია და დასრულდა. მე პლუს 26 წელიწადი იყო 1999 წელიწადი და უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა და გავიდა კიდე 36 წელიწადი და მოვიდა 2025 წელიწადი. ანუ აი ამ განაყოფის ბოლო წერტილი, ანუ ესა დამაგვირგვინებელი ფაზა, მე-9 ციფრი 9, რომელიც ასრულებს უკვე აი ამ დიდ პროცესებს, რომელიც დასრულდება, დაწყებულია უკვე, დაიწყო და დასრულება დაწყებულია და დაიწყება მე ყველაფერი უკვე თავიდან. ამიტომ რას მოიტანს ეს ყველაფერი, ამას ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება და ანალიზი და მივყვეთ ამ ყველაფერს ნელ-ნელა, ხო? ამ სიტუაციებს. პირველი ის რომ სატურნის მოძრაობაც კი, რომელიც ჩვენ დიდი ხანია უკვე თევზებში არის, საკმაოდ რთულ და მძიმე გაზაფხულს გვპირდება და საკმაოდ რთული იქნება ეს პროცესები. შესაბამისად ის შეუერთდება ნეპტუნს და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ცვლილებები იქნება და სერიოზული გარდაქმნები გველოდება საკანონმდებლო სისტემაში და ასევე გველოდება საპატრიარქოში, რელიგიურ თემებში, რელიგიურ სფეროში, იქ უკვე უნდა მოხდეს დიდი ცვლილებები და შესაძლებელია სწორედ პატრიარქის ცვლილება სწორედ აი ამ პერიოდს დაემთხვეს. რადგან ეს პროცესი აი აქ ისე არ ჩაივლის კვალის გარეშე. სატურნი რას აკეთებს? სატურნი ნეპტუნის შაბნელ საქმეებს სჯის აღმოაჩენს, პოულობს და სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს. როგორ სიტუაცია იცი რომ სამართლებრივ ჩარჩოებში შეიძლება მოაქციოს და შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშანში მოგვარდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს სატურნი არ ჩერდება თევზებში, ეს გადადის უკვე ვერძში.
და ვერტში უკვე ღია პირველი, ანუ ეს ღია ზოდიაქოს ნიშანია, ეს არის პირველი სახლია, ხო, ეს პირველი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც უკვე საქვეყნო ცნობილს ხდის ბევრ რაღაცეებს. და კანონის ფარგლებში შეიძლება სწორედ ეს რაღაცები დასაჯოს და მოაქციოს. ანუ აი ეს პროცესები, რომლებიც პირდაპირ ლაპარაკობს რა თავის თავზე. თავის თავად ნეპტუნის გადაყვება იქ. და ნეპტუნის ზეგავლენა იმდენად ძლიერი აღარ იქნება საამოვლოდ უკვე, ანუ მომავალ 14 წლის მანძილზე, როცა იქნება ნეპტუნის ვერტში ეკლესიის გავლენა აღარ იქნება იმდენად ძლიერი, რაც ახამდე იყო. ანუ დამთავრდა ის 14 წლიანი ციკლი, დამთავრდა ის 28 წლიანი ციკლი, რომელიც დაიწყო, როცა ნეპტუნი გადავიდა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მერწყულში ნეპტუნი გრძნობს თავს საკმაოდ კარგად, ის არის ეგზალტირებული, ანუ ძალიან 100%-ით ავლენს საკუთარ თავს და სწორედ აიქიდან, ასე ვთქვათ, დაიწყო ეკლესიის აღმასვლა. მოდით ნახოთ თუ გინდათ, როდის იყო ეს პერიოდი, ხო? ეს იყო პერიოდი, როცა 1998 წელიწადი, ხო? 98-99 წელიწადი. აი ეს პერიოდები. როცა განსაკუთრებულად მოიკიდა ფეხი ეკლესიამ და დაიწყეს უკვე ისე ვთქვათ, ეკლესიის მშენებლობა, ეს პატრიარქი გახდა უკვე წმინდანი არა და ნუ რაღაც უფრო ზემოთ. даже ღმერთიც არ არის უწმინდესი და ეს უწმინდესი გახადეს და ნუ მოკლედ დაიწყეს ხალხის და ადამიანების ზომბირება, ხო ამით. აი ეს შემდგომ უკვე რო გადავიდა 15 წელს მერე გადავიდა უკვე თევზებში და იქაც მოიკიდა, იქაც ძალიან ძლიერი, რადგან თავის მართლობაშია და იდეალურად გრძნობს თავს. ნუ აქედან, მივიღეთ ეს ჩასუქებული და ჩაფუტკუნებული მამაოები, მივიღეთ ეს ეკლესია, რომელსაც სული წმინდა გამოაცალეს და გადააქციეს სავაჭრო ცენტრებად, თავის თავსაც თვითონ ქრისტეებს ებრძოდა, სწორედ ის მივიღეთ და მივიღეთ ანტიქრისტიანული ქრისტიანობა. საქართველოში ეხლა ეს არ დაიწყოთ, ეხლა განიკითხავდა რაღაც ეს სისულელები, ერთმანეთს ელაპარაკეთ, თუმცა ყველაფერს გიჯერათ, რომ მე აგვიწყოს განვიკითხავ, ბრმა ხარ თუ არ აღიარებ და თუ არ აღიარებ, ესე იგი უშვებ, რომ ეს ყველაფერი იყოს, მიხვდი, ანუ მარტივი რაღაცაა, მარტივი ლოგიკა არის, დანაშაული და ცოდვა უნდა გაემხილოს და უნდა თქვათ, რომ ეს ესეა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე უკვე ნეპტუნი როცა გადავა უკვე აი ამ ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, ის დაგარგავს თავის ძალას, ის დაგარგავს თავის გავლენას და თავისთავად უკვე სხვა რაღაცები იქნება უფრო აქტიური და აქტუალური. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პერიოდი, სწორედ და თავისთავად ბევრი შაბნელი საქმეები, რომელიც პოლიტიკურ თემებშიც და პოლიტიკურ საკითხებშიც ხდებოდა, ესეც გახდება ცნობილი. და თითქოს რა არის, თითქოს რაღაც მზადდება ხელოვნურად ეს ყველაფერი, რომ უნდა მოხდეს გადაბარებასავით, რადგან არ ახშობენ და არ აჩერებენ და ვერც აჩერებენ იმ პროცესებს, რომლებიც ქუჩაში ხდება. მე უბრალოდ არ ვიცი ვინ მოვიდეს, ესენი თუ წავლენ, მე ვერ ვხედა ვერავის იქ ღირსეულს და იმაზე უკეთეს, ვინც იგზიან, იმიტომ რომ ერთი ნაგავს თუ მეორე ნაგავი შეცვლის, თავისთავად ისევის ყროლი იქნება, რაც იყო პოლიტიკური და არ ამგონია რომ საქართველოს ამ მიეხედოს. ის ევროსაბჭოც კი, რომელსგანაც ჩვენ ესე მივილტვით და ვიცეხით რომ ევროპელები ვართ და იქნა შევიდეთ და ასე შემდეგ, ხო ევროკავშირსაც ემუქრება საკმაოდ დიდი კატაკლიზმები და შესაბამისად ძალიან სერიოზული რყევები იქნება იქ, მოკლედ იქ შესულა შეიძლება სწორედ ცისფერ მთებში რო არის ეს ბიაზი გასკდაო, სწორედ ესე შევა და ეგრე გასკდებას ყველაფერი დაგოცემა ყველაფერი თავზე, სწორედ ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს. ამიტომ რაღაცნაირად ჩვენ უნდა დავიკავოთ ისეთი პოზიცია და ჯერ მოსანახია ჩვენ პოზიცია, რას ვაკეთებთ. საქართველოს ჯობია იყოს ორიენტირებული საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე და სხვებთან, ასე ვთქვათ, შეტენვას თავი დაანებოს. ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ ვიღაცის, ესე ვთქვათ, პარტნიორულ ურთიერთობებში, რომელიც სტრატეგიული დაცვის თემებს განახორციელებს ჩვენს მიმართ და გვიცავს რაღაც თემებში, მაგრამ არ გვინდა არსა და არაფრის შეტენვა. საქართველოს თვითქმეარი ქვეყანაა თავიდან ბოლომდე, თავისი ეკონომიკური რესურსები და თავისუფლად შეუძლია რომ საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა და საკუთარი 2 მილიონიანი აი საცოდავი ხალხი არ ჩინოს ისე რომ
თავზე გადაუდეს ყველაფერი. თავისუფლად შეიძლებოდა ქვეყანა ყოფილიყო ზექვეყანა საქართველოს თავისუფლად შეიძლებოდა თუნდაც იმის მესამედი დაეხარჯათ რაც ესენი ხარჯავენ ხალხისთვის რო დაეხარჯათ მაგრამ ამის პოლიტიკური ნება არ არის მაგრამ რას ვიზავთ ახლა ეთყობა არ მსახურობთ ამ ყველაფერს რადგან არ ვითხოვთ ამ ყველაფერს მივყვეთ შემდეგ სიტუაციებს ასე ვთქვათ სატურნისა და იუპიტერის კვადრატურა რომელიც საკმაოდ დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კატაკლიზმებს მოითხოვს სოციალურ სირთულეებს მოითხოვს კი არა მოგვიტანს სოციალურ სირთულეებს ახალი კანონები ახალი ასე ვთქვათ რაღაც წესები და ახალი მიმართულებები იმ ხრივ რომ ადამიანებს უფრო მეტი ესე ვთქვათ სირთულე ანუ რეალურად ახალი კანონები გამოვა რომლებიც უფრო მეტ სიდუხჭირებს მოგვიტანენ და სირთულეებს მოგრეთ პანდემიის თემები და ეს რაღაცები ჯერ კიდევ ანუ ვირუსების თემა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ეგ იცოდეთ იმიტომ რომ ემზადებიან ახლა უკვე იანვრის მეორნახევარი მთლიანად თებერვალი სამზადისია რომ ახალი ვირუსი უნდა შემოვიდეს ეს მაგას ყოველ შემთხვევაში მაგაზე მუშაობენ და გვაფრქვევენ თავზე ქიმტრეილერებს რომლებსაც მოაქვთ საკმაოდ დიდი ზიანი ადამიანებისთვის და არა მარტო ადამიანებისთვის, როგორც ცხოველებისთვის, ასევე ფლორა, ფაუნას აზიანებენ ყველაფერს აბსოლუტურად. თუ ხარ დაკვირებული, რომ საქართველოში, რომელიც ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, მიწები და წყლები, ძალიან დიდი სირთულით ხდება, ასე ვთქვათ, საღი პროდუქციის შენარჩუნება. ანუ მაგალითად ჩვენ სოფელში ხო გორის რაიონი არის ვაშლს კირითა და შაბიამანით იმაშრებოდნენ ასე ვთქვათ წამლიდნენ წელიწადში ორჯერ სამჯერ და ეს იყო სავსებით საკმარისი რომ ვაშლი მოსულიყო საღი და ესეთი ნატურალური და სუფთა და კარგი ხო დღეს ჭირდება დაახლოებით 7ჯერ 8ჯერ მოწამლა იგივე ესეთ რთული და მძიმე კომპონენტების მქონე ქიმიური ნაერთებით, როგორც არის ეს კარატე, სკორი და ეგეთ რაღაცები, ანუ რომელსაც ეძახიან, რომლებიც ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ნუ მაინც ქიმია, ხო, და მაინც ვერ შველიან იმას, მაგრამ ჭია მაინც აჩდება და ძალიან ბევრი ხეები ხმება და ნაყოფიერება ძალიან დაბალია და ძალიან რთულად მიიღწევა. თავისთავად უკვე ხილცაც აღარა აქვს ის სუნი და ის გემო არომატი, რაც უნდა გქონდეს იგივე პომიდორი და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერში უკვე თითქოს ჩადებულია რაღაცა რომ ასე ვთქვათ რაღაც სირთულეები იყოს აი ვითომ ეგ რა შუაშია მაგრამ ნუ თავშია ფაქტია რომ ეგეთი რაღაცა არის ყველგან შეიმჩნევა ანუ ის ქიმტრეილერები რომლებიც ჩვენ ცაზე არის და ჩვენ გონია რომ ეს მისი გამონაბოლქვია და ეს ბავშვობიდან ესე იყო და რაღაცა არ არის ესე უფრო მეტ სიცივეში და უფრო დიდ ყინვებში გაუვლია თვითონაც უფრო მაღალი სიმაღლით და უფრო დიდი სისწრაფეებით, მაგრამ იმათ არ დაუტოვეთ არანაირი კვალი. ეს არის ხომ კონკრეტული დღეები, როცა ხდება ხოლმე ამ ასე ვთქვათ, იმების განმუქება. ახლა ეს ისე ცოტა დაყურებული თვალი აქვს, აი ძალიან მარტივად და ძალიან პრიმიტიულად დაინახავს და მიხვდება ამას, რომ თუ კი ამ დროს ხდება, ატო ამ დროს არ ხდება, ხო? მე მაქვს სპეციალური აპლიკაცია, რომელზეც დახედავ და ვხედავ თვითონავე ამ სიმაღლეზეა და რა რეისი დაფრინავს. და რა რეისი ტოვებს აი ამ ესე ვთქვათ, ნივთიერებებს. თან თვითონავ საკმაოდ დიდი რესურსია ტვირთვის გადატანის. რა თვითონაც წონა ორი იმდენი კიდე შეუძლია წაიღოს. ამიტომ ძალიან დიდი პრივილეგია აქვს იმატორები, რაც უყურია ეს დიდი ძრავები, თავისთავად ის ტურბორეაქტიული ძრავები ორჯერ სამჯერ მეც აწევენ და მაგას პრობლემა არ აქვს ყოველ შემთხვევაში გადაწიდვის. ნუ მოკეთ ეგეთი რაღაცა არის, რომ შხამავენ და გვწამლავენ, ეგ ძალიან ფაქტია ზოგადად და დააკვირდეთ ხოლმე რომ სწორედ აი კვამლიანი ქიმტრეილერების მერე ხდება ზუსტად ერთ კვირაში უკვე ინფიცირება და ახალი ასე ვთქვათ ეპიდემიის აფეთქება ბავშვებში, დიდებში და ასე შემდეგ საკმაოდ მძიმე გრიპებია შემოსული. ნუ კიდე გიმოგთ ესე ყველაფერი ხელოვნური ძალიან მარტივად და გასაგებად. ამას რო ვიძახთ თავიდან იცინოდე, მაგრამ დღეს უკვე ფაქტის სახეზე არის. ამიტომ იქნება რაღაც შეზღუდვებიც, იქნება რაღაც ახალი სირთულეები. ნუ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი იწყება იქიდან, რომ მზე გადადის და ძალიან სიმბოლურია ეს, მზე რო გადადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში უერთდება რა პლუტონს
და კონფიგურაცია ესეთი არის მზე პლუტონი ერთად, ეს არის მსოფლიო გლობალური მოვლენა, მისი გადასვლა და რას აკეთებს ეს? აკეთებს იმას, რომ აკეთებს ოპოზიციას რასთან? ომის მართველ პლანეტასთან. მარსთან, ანუ მარსი, პლუტონი და მზის ოპოზიციის დროს ჩაისახება სწორედ აი ამ ადამიანის ასე ვთქვათ, გაპრეზიდენტება, ანუ სწორედ ეს იქნება მისი გაპრეზიდენტების რუკა, რომელიც იქნება საკმაოდ ასეთი გლობალური პროცესებისა და ომებისა და რაღაცა ეს ომებიც ეძღვნება იმას, რომ უნდა დასრულდეს რაღაცები და რაღაც საბოლოო სახე უნდა მიიღოს. საბოლოო სახე უნდა მიიღოს რუსეთის საზღვრებმა, საბოლოო სახე უნდა მიიღოს ასევე უკრაინის საზღვრებმა, საბოლოო სახე უნდა მიიღოს ისრაელის საზღვრებმა და ასე შემდეგ, მაგრამ მანამდე იქნება ბრძოლები და ომები, ანუ ომის ალბათობა ძალიან მაღალია და ეს იქნება აუცილებლად. შემდეგი რაც არის მნიშვნელოვანი კიდევ ასევე, ანუ ეს არის დიდი გლობალური პროცესები, ანუ რეალურად ტრამპის გავლენა და ტრამპის გაპრეზიდენტება ზოგადად გამოიწვევს სწორედ ამ დიდი კატაკლიზმების მთავარი მამოძრავებელი და მთავარი ძრავი და გამწევი ის იქნება, ასე ვთქვათ, ეს გამწევი ძალა, მაგას ქვია, რუსულად ქვია წიაგაჩი, ქართულად ქვია, რა ქვია ქართულად? შეგიძლიათ დამეხმაროთ. გამიჭერა თქვენ. ხო, მოკლედ. შემდეგი თემა რაც არის კიდე მნიშვნელოვანი და საინტერესო, ეს არის მარსისა და პლუტონის ოპოზიცია, რომელიც სწორედ ამ ომების თემას და ომების საკითხებს კიდევ და კიდევ უფრო მეც და მეც, ესე ვთქვათ, გააღვივებს ამ ომის პროცესებს, საომარ პროცესებს. არ არის ბუქსირი, არ არის, არა, წიაგაჩი, ეს გამწევი ძალა, ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, ის მანქანა, რომელიც ფურას მიათრევს. так, ამიტომ მარსის მოძრაობა და მარსის ეს ასე ვთქვათ აგრესიული ფონი, რომელიც მარსს აქვს, გაგრძელდება სადღაც მისი რეტროგრადულობა დამთავრდება 7 ივლისი და გადავა ის ანუ უბრალოდ ეს მარსი ეს ურანია ბოდიშით. მარსი გადავა, გასწორდება მარსი რეალურად 25 ფებრუარს გასწორდება და სწორედ აი კონფლიქტებისა და იმ სირთულების მაჩვენებელი სწორედ კიდევ გვექნება ჩვენ კუდის მოხსნება უკვე ზაფხულის პერიოდში და ეს ესე ვთქვათ მარსის ობედითი ტრანზიტები დასრულდება მაისის თვეში უკვე. მაისის პირველ ნახევარში. მნიშვნელოვანი ასევე სატურნისა და ნეპტუნის შეერთება, ეს არის ის კანონები, რომლებიც მორგებული არის სისტემაზე და არა ხალხზე. ანუ რეალურად ხო, დიდი კატაკლიზმები და დიდი სირთულეები იქნება, ოღონდ ეს სირთულეები იქნება ხალხისა და მუშა კლასის ხარჯზე და არა რაღაც დიდი, ესე ვთქვათ, ცვლილებები სახელმწიფო მოხელებით და ასე შემდეგ, მოკლედ. ანუ რეალურად ისევ ჩვენ იპრესები და ისევ ჩვენზე ხდება მოკლედ ეს რაღაცა ეს ნიუანსი, იმიტომ რომ დაიწყო რა 2020 წელს დაიწყო ეგეთი პროგრამა ჩაერთო, ღარიბდებიან, მდიდრები მდიდრდებიან, სწორედ აი ეს პროცესები არის 30 წლიანი და თავისთავად ეხლაც იგივე სფეროს გავდივართ. დადებითია და კარგია კიდევ ის, ხო, აი ლოკომოტივი როგორ დამოვიწყდა, ლოკომოტივი. მნიშვნელოვანი ასევე ის, რომ ჩვენ წლის მანძილზე არა გვაქვს ბევრი დამნელებები, გვაქვს 4 დამნელება და ეს სავსებით ნორმალურია, კარგია ძალიან, იმიტომ რომ დამნელება ბევრი როცა არის უკვე ეს საკმაოდ დიდ მძიმე, ასე ვთქვათ, წელიწადზე მიგვითითებს, უბრალოდ სხვა ასპექტები ამძიმებენ ამ ყველაფერს და სხვა ასპექტები გვირთულებენ ამ ყველაფერს. ამიტომ მნიშვნელოვანია ასევე კიდევ შემდეგი რამ, ანუ პირველი ესე იგი სატურნი გადავა
სატურნი პირველი გადავა, ესე ვთქვათ, ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და ეს მოხდება დაახლოებით ივნისის თვეში და გადავა ნეპტუნთან ერთად. ნეპტუნი უფრო მალე გადავა, ესე მაისში ის გადავა ივნისში. ხო, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ურანი გადადის ტყუპებში 7 ივლისს და სწორედ აი ეს უკვე არის ის, რომ განთავისუფლდება უკვე კუროს ზოდიაქოს ნიშანი ურანისაგან, რადგან კუროში ურანი იწვევდა დესტრუქციას, იწვევდა აი ამ სირთულეებს, რომლებიც ფინანსურ და რეალურად ამაზე კონფერენცია ქონდა ჩვენ ჩატარებული, ურანი 7 წლიანი პროცესი წარმოადგენს, 7 წლიანი პერიოდი, რომელმაც გამოიწვია და ძალიან დიდი კატაკლიზმები, სწორედ შემოიტანა ახალი ვალუტა, ურანი, ეს არის სიახლე, ტექნოლოგიური, ესე ვთქვათ, ფული, რასაც ქვია კრიპტოვალუტა, ეს მანამდე იყო, მაგრამ უბრალოდ აქტიური და ასეთი სერიოზული საქმე მაგ პერიოდში მიეცა, აი ეს მაინერების თემა რაც იყო და რაღაც გაგვივდა ეს ყველაფერი. თავისთავად ბიტკოინმა მიაღწია თავის რეკორდულ მაჩვენებელს და 80,000 მქონე აცდა და აი პოპულარიზაცია ხო აი რაღაცეების მიხვდი ანუ პურო ხო ფინანსებს განაგებს ურანი უკვე რაღაც ტექნოლოგიური მხარეა ხო აი ეს რომელიც ხალხისთვის ბევრთვის ძალიან მიუწვდომელი იყო და ძალიან ესეთი გაურკვეველი რაღაცა იყო და ბევრმა ვერ გაუგო ამას ალყო ბევრმა გაუგო და დიდი ფულში შევა მაგრამ ხალხის მასებმა ყოველ შემთხვევაში ეს და მასშტაბური სახე ამას მან ვერ მიიღო თავისთავად. ეს არ იყო ხალხ ყველასთვის, ეს იყო ვიღაცეებისთვის და სადღაც 20% თუ 30% ამით იყო დაყავებული ესთვის. მაგრამ ბევრი ფული შევა ყოველ შემთხვევაში. და როდესაც გადავა უკვე ურანი აი იქ უკვე ტყუპებში შეიძლება სწორედ აი ამ ბიტკოინმა უკვე რაღაც სხვა სახე მიიღოს, აქტუალურობა დაყარგოს რაღაც თითქოს უკვე ეს ფინანსური თემები და ფინანსური ნიუანსები რაც არის ხო ზოგადად სოფლიო გლობალური ხო ტენდენციები თითქოს უბრუნდება უნდა დაუბრუნდეს რაღაც ახალს მეხთი ახალი უნდა შეიქმნას და ის უნდა გაჩერდეს ახალი შეიქმნას და ის დასტაბილურდეს და ის დაფიქსირდეს უკვე იმიტომ რომ ურანმა უნდა გამოიწვიოს რაღაც სიახლეები მაგ თემებში და კუდის მოქნება რა გადავმერ ტყუპებში ტყუპებში გადასვლის შემთხვევაში უკვე იწყება ახალი ეპოქა, უკვე ურანი შემოიტანს უკვე ტყუპებისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს, რაც უკვე დაწყებულია უკვე ეს ყველაფერი და უკვე მნიშვნელოვანია უკვე ეს უკვე მნიშვნელოვანი სახე მიიღო, უკვე სწორედ ეს მე ვიძახდი ძალიან ბევრჯერ მეთქვი ეს, რომ ფინავითებში თემა, ახალ ცივილიზაციებთან ურთიერთობა, ახალ სამყაროებთან ურთიერთობა, ახალი კავშირები და ასე შემდეგ, სწორედ 2026 წლის უკვე მაისიდან საბოლოოდ გადავა ურანი უკვე აი ამ ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში და დაიწყება უკვე სახალი ნუ თავიდან ახლა ცოტა კბილს მოუსინჯავს გადავა გადმოვა მერეც გადავა მაგრამ ნუ რეალურად უკვე 26 წლისთვის უკვე ეს უკვე მე იქნება საბოლოო თავისთავად პლუტონიც გადავიდა უკვე მერწყულში, ურანიც გადავიდა ტყუპებში და თავისთავად მათი ტრიგონი გამოიწვევს მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებს, რომელიც კავშირში შეიძლება იყოს სხვა ცივილიზაციებთან, ანუ რეალურად გამოჩნდნენ ის მმართველები და ის ხალხი და ის საიდუმლოებებს აეხადოს ფარდა, რაც აქამდე ჩვენ არ ვიცოდით და გვეგონა რომ ესე ყოფილა და თუნდაც ყოფილა სხვანაირად. და დააკვირდით კიდე იმას, რომ 2025 წელიწადი 5-იანზე მთავრდება და 5 ეს არის დაკავშირებული მეხუთე ელემენტთან. მეხუთე ელემენტი კიდე ეს არის ეთერი, ანუ ეთერის თემა და ეს ეთერის ასე ვთქვათ ეს საკითხი ხო, ძალიან ესე ვთქვათ განვითარებასა და ხალხში ინტერესს გამოიწვევს, რომელმაც შეიძლება სწორედ განვითარების ახალი ეტაპი მოქცეს, იმიტომ რომ ყველა ფინავითებში თუ ყველა რაღაც ესეთი საიდუმლოებები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით და ჩვენ ვერ ხსნით, სწორედ ტარდება და კეთდება ეთერის საშუალებით. ის ფინავითებშიც მაგ ეთერის ძალით დაფრინავენ. არის ეგეთი მოსაზრება და ჰიპოთეტური აზრები დევს ეთერზე, იმიტომ ეთერით შეგიძლიათ დაუკავშირდით ძალიან საინტერესო რაღაცებს იყო ასევე ძველად ამბობენ და არის კიდევაც ასე თქვა მithქმა და არის რაღაც გარკვეული არტეფაქტები შემორჩენილი იმისი რომ ეთერის საშუალებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შენ წარსულ სულებს, ანუ იყო ეგეთი ტელეფონები, რომელიც უკავშირდებოდნენ სულებს და სულების სამყაროდან ღებულობდნენ ვიზუალურ კონტაქტს, ასევე აუდიო კონტაქტს. აუდიო არა, უფრო ტელეპათიურ კონტაქტს. მან შეიძლება დაგენახა ის ვიღაც ეს
წარსული სულები. აქ არაფერი ახლა ახალი ისეთი ჩვენ ჩემთვის შეიძლება არ არის ახლა, მაგრამ თქვენც გიხსნით იმას, რომ სულები შეიძლება ადამიანმა მოიხმოს და თავიდან რეინკარნაციის ახალ გზაზე ჩასვან, ეს უკვე სამყაროსგან დამოკიდებულ თვითონ გარკვეული რიტუალები არსებობს, რომელთაც შეიძლება სულები მოიხმო და ესე ვთქვათ, ახრიდან ისაკ, ამიტომ გერმანელები, ეს ნაცისტები და ასე ვთქვათ, ჰიტლერის ეს ვთქვათ, ეს ANNRP და ტულე და რაღაცები, მათ იცოდნენ ეს ყველაფერი და ის ოფიცრებიც იციან, სად არიან, ასე ვთქვათ, რომელ სხეულში დაიბადებიან და სად გაჩნდებიან და შეუძლიათ კონკრეტულ ადამიანს ჩაასახლონ ყოველ შემთხვევაში. თუ ცოტა ბუდიზმში გაერკვევით, იქაც არის ეგეთი რაღაცა, ლამები მოდიან წინასწარმეტყველებების საშუალებით, ანუ ისინი იძახიან, რომ ჩვენ მოვალთ ამ ოჯახში, ამ დროს, ამ წელს ვიქნებით მეორე, მესამე ან მეშვიდე შვილი, მე ვარ ის, მოდი და წამიყვანეთ. მოხდეთ და მე რომ მიდიან ლამები, რომელიღაც ოჯახში ეთქვია, რომ თქვენთან დაიბადა ჩვენი ლამა და უნდა წავიყვანოთ და მიდით უფლება აქვს წაიყვანონ და ეგეთი რაღაცები ხდება რა, ანუ იციან მათ ეს ყველაფერი და თავისთავად მე ეს ადამიანი იმდენად ის ბავშვი იმდენად ჭკვიანია, განვითარებული, უცებ ხდება, იზრდება და თავის ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, და ტრანსცენდენტალური თემებით ძალიან ესეთ განვითარებული ბავშვია და იგრძნობა, რომ ეს უკვე ის არის და ვიღაც შოლბა ბავშვი არა, ვიღაც რიგითი. ესეთი სიგიჟეები მოხდება ყოველ შემთხვევაში. ბევრი რამე იქნება ესეთი, რომ ხალხი, ესე ვთქვათ, გადაიყვანონ ჭკუიდან, ბევრი რაღაცები მოხდება ეგეთი, აი დაიწყება სწორედ ამ პრინციპებით, დაიწყება ცალზე გამოსახულებებით, დაიწყება რაღაც ჰოლოგრამებით, კიდე გეომეორებთ ამას, რომ ეს იქნება ესეთი ტექნოლოგიური თემები და არა რაღაც ის, რომ მართლა ვიღაცა მოვიდე და გადმოხედა ზემოდან იმან ვიღაცა სულმა წმინდამ და ასე შემდეგ, აქ ხდება ჩვეულებრივ რაღაცა, ადამიანების ესე ვთქვათ, რწმენაზე შეიძლება ითამაშონ კიდე და რაღაც ისეხნან. მაინც სამყარო ყოველ შემთხვევაში გააგრძელებს თავის ყოფიერებას. ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ იყოს ბუნებრივი კატაკლიზმები, მოიმატოს ასევე ოკეანის დონეებმა 1, 2, 3 მეტრით და ეს ძალიან იმოქმედებს ყოველ შემთხვევაში ჩვენს გეოგრაფიაზეც და ბევრ რამეზე. იქნება ყინულთა დნობა, მაგრამ მაინც ყველაფერი კონტროლქვეშ არის. ეს ხანძრები თავისთავად, როგორც ხედავთ და როგორც მოგეხსენებათ, რომ აქტუალური არის და აქტუალური ყოველთვის იყო, იმიტომ რომ ბუნების განადგურებაზე მიდის მიზანმიმართული ბრძოლა, ეს მაგათი პროგრამაა ყოველ შემთხვევაში, რომ უნდა დაიწვას ხეები და ამას აკეთებენ სპეციალურად, ამას ვიძახი სრული, ესე ვთქვათ, აი რა ვიცი, ლოგიკაა რა, ძალიან მარტივი რაღაცაა. როცა დუბაიში შეუძლიათ, რომ გამოიწვიონ ხელოვნური წვიმა და იქ წვიმს და იქ თოვს და რებს აღარ აკეთებენ, ხო? ესე იგი ამერიკა, რომელიც ზესახელმწიფოა, ჯერ მარტო ეგ რო გააკეთოს ყოველ შემთხვევაში ხელოვნური წვიმის თემა, თავისუფლად შეუძლია იმ ტექნიკით, რომელიც სოფლიოში პირველია, ხო? მათი რაოდენობა, ხო? საფრენი აპარატები და თუნდაც მანქანები და შემდეგ. შეიძლება ეს ყველაფერი რამდენიმე საათში ჩაეკრო, ხო? განსაკუთრებით მასშტაბური ყოფილიყო იმ ხელახ მაგას შეერაღება და ტექნოლოგია, რომ წამებს შეიძლება ეს ყველაფერი გააკეთებინა, მაგრამ მაგის სრული და მაგის პოლიტიკური ნება ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა. მე ბოლო დაუშვა და ვერ ვაქრობ, ხო? მათ აქვთ ეგეთი სისტემა ხარპის, რომელიც დგას ალიასკას თავისუფლად შეუძლია იქიდან ადგენდა ღრუბელი შექმნან და იქ ისეთი წვიმა დაიწყოს, რომ ერთ რამდენიმე საათში მოახდინოს სრული ლიკვიდაცია ხანძრის. თავისუფლად შეიძლება ეს და ვინ ცოტა გარკვეული თემებში, ვინ ცოტა აზრზეა რაღაცების და იცის ეს თემები, მიხვდება რომ ესეა თუ არ ხართ, გეუბნებით რომ შეუძლიათ, просто არ აკეთებენ ამას. წვავენ ძალით. აქვთ პროგრამა, იყო ეს ყველაფერი არის. ჯერ გადაწვეს კანადა, მე გადაწვეს ახლა ეგ, გადაწვეს ავსტრალია, გადაწვეს რუსეთი, გადაწვეს საქართველოც, იყო ეს ყველაფერი, გიგიმერთ მიდის ეს ყველაფერი. წვავენ ბუნებას, სპობენ. ამიტომ სამყაროს მართავენ საკმაოდ ბოროტი მავნებელი ადამიანები. და აი ამ მავნებელ ადამიანებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული არის. ამიტომ აი ესეთი რაღაცა არის, რა ყველამ თავისი საკუთარი თავი უნდა გადაერჩინოს. რასაც ვიძახდი, ისე მიგივეს მიმეორებ. ეხლა მივახციოთ ყურადღება თვარის დაბნელებებს და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს დაბნელებები. პირველი გვაქვს ჩვენ 14 მარტს, ანუ თევზების ზოდიკოს ნიშანში, ეს არის თევზისა და ქალწულის
ღერძი ქალწულებს ისედაც ცოტა რთული პერიოდები აქვს, განსაკუთრებით სექტემბრის ქალწულებს, მათთვის საკმაოდ რთული პერიოდია, საკმაოდ ესეთი. ასევე ეს სირთულეები ეხება დეკემბრის ბოლოსკენ, ვინც არიან დაბადებული მშვილდოსნები და საკმაოდ რთული პერიოდებს ასევე ტყუპებს, ვინც არიან დაბადებულები უკვე ივნისის ბოლოსკენ, ეს პერიოდები და მესამე დეკანი რაც არის, ხო და სწორედ ეს დამნელებაც მაგათ საჩუქრად ექნებათ ალბათ და რთული პერიოდი უნდა გადაილახოს ეს რაღაცნაირად ძალიან ფრთხილად და ძალიან ისე ყურადღებით. თვალის დამნელება, ანუ ეს არის პირველი ეს არის თევზისა და ქალწულის ღერძი. რომელიც სხვა მუტაბელურ ნიშნებზე მოქმედებს. კიდევ მე რომ მუტაბელურ ნიშნები ესენი არიან თევზები, ქალწულები, ტყუპები და მშვილდოსნები. მეორე, ანუ მარტის თვე 29 რიცხვი, ანუ მზის დამნელება არის ეს და ვერძისა და სასწორი ზოდიაქოს ნიშნის, ისე ვთქვათ, ღერძი არის, ეს არის ომი და მშვიდობა, სწორედ აი ამ დროს ბევრი რაღაც გადაწყდება სწორედ აი ამ ბრძოლის ველზე. ამ შემთხვევაში თავისთავად მზე უფრო ძლიერია ვიდრე მთვარეც, არა მთვარე ძლიერი, მაგრამ მზე ეგზალტაციაში, ამიტომ ცოტა რთული იქნება რაღაც შეთანხმებაზე, ასე ვთქვათ, საუბარი. ამიტომ აი ეს დაბნელება, რომელიც იქნება უკვე მერე უკვე 29 რიცხვში, ეს იმოქმედებს უკვე კარდინალურ ნიშნებზე, ისეთები როგორც არის თხის რქა, ასევე ვერძი, სასწორი და კირჩხიბი. მესამე დეკანში ვინც არიან დაბადებულები, განსაკუთრებით მათზე მაქვს საუბარი. შემდეგი ესე ვთქვათ, მთვარე და მზის დამნელებები, ესე გვაქვს ისევ და ისევ ეს ერთგვარი როეძახიან კონტროლკას, ეს არის ქალწულში ორივე. ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში 7 სექტემბერს იქნება თევზებისა და ისევ ქალწულის ღერძზე და ისევ მუტაბელურ ნიშნებზე იქნება აქცენტი აკეთებული. და ბოლო მზის დამნელება, ეს არის მნიშვნელოვანი მზის დამნელება, რომელიც უნდა დაამთავროს რაღაც ციკლი, სწორედ ეს არის ზამთრის შემოდგომის ეს ბუნიაობა, მზებუდობა თუ ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, სწორედ ამ ღვთისმშობლობის პერიოდში დაბნელება როცა არის, ესე იგი აი ამ დროს როცა ჩადის მითოლოგიის მიხედვით თუ ლეგენდების მიხედვით ჩადის სამყაროში საკმაოდ ქვესკნელში და უნდა მოიყვანოს ის ცოტა მძიმე ადამიანები, ვინც წმენდას გადის სწორედ აი ესეთი რაღაცა თითქოს აი აქ კიდევ უფრო მძიმდება სიტუაცია და უფრო ესეთი მნიშვნელოვანად ცოტა მძიმე ზამთარს გვპირდება ეს ყველაფერი. ანუ ამ დროდან იწყება ზამთარი რეალურად 21 სექტემბრიდან და საკმაოდ ესე რთულად დამნელებებით იწყება ეს ყველაფერი და რაღაც ძალები უშლიან ხელს, რომ მთელმა ძალებმა თავის საქმე გააკეთონ. ნუ ესეთი ესე ვთქვათ, ცოტა ესე რთული ის არის. მაგრამ ერთი და მიეცოდეთ, რომ დამნელებებიდან 6 თვეში ხდება, ხო, დამნელებებიდან მაგალითად ქალწულისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშანი, თუნდაც პირველი დამნელება რაც არის, ხო, ანუ თევზებიდან ვერჩი რაც დამნელება ის მოხდება მაშინ როცა მზე მშევა ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში. ანუ მოქმედება დაიწყება ამ დამნელების ან იმ პერიოდში, როცა მას აქვს ეს დამნელება და ახლოს არის მასთან ის პლანეტები, ან მისი აქტივაცია ხდება სწორედ უკვე აი ამ ასე ვთქვათ ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში. როცა უკვე მოხდება შემდგომ მეორე დამნელებები, ხო, ეს დამნელებები უკვე გამეორდება უფრო მშვიდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. მხოლოდ ერთი დამნელება, რომელიც არის, ეს არის 29 მარტს, რომელიც სწორედ ვერძისა და სასწორზე გადის, სწორედ აი ეს დამნელება გათამაშდება უკვე თხისქის ზოდიაქოს ნიშანში. მაშინ მოხდება მისი აღსრულება და გათამაშება.
ნუ კურო, ასე ვთქვათ, ნელა ცარიელდება კურო ზოდიაქოს ნიშანი, კუროში უკვე აღარაფერი აღარ იქნება, აღარც იუპიტერია იქ, აღარც დიდი ხანი უკვე აღარ არის, მაგრამ აღარც ურანია და შესაბამისად უნდა დაიწყოს ძველი საზღვრების აღდგენა, უნდა დაიწყოს და დასტაბილურდეს მერე უკვე ამის მერე დასტაბილურდეს უკვე უნდა ამინდები, უნდა დასტაბილურდეს სამყარო, უნდა დასტაბილურდეს უკვე ის ეკონომიკური და ფინანსური თემები, რომლებიც მათ უნდა მიიღოს გრძელვადიანი და სტაბილური, ისე თქვათ, ხასიათი, ანუ იმიტომ რომ კურომ უნდა მიიყვანოს ყველაფერი სტაბილიზაციის ფორმებში. ეს არის აუცილებელი. ნუ ესე იქნება სანამ არ მოხდება 2028 წელიწადი, სანამ არ გადავა ასე თქვათ, არ გადავა 28-29-ში სატურნი კუროს ზოდიაქოს ნიშანში. ეხლა ასევე შეგიძლიათ ჩაინიშნოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდები, რომ ზოგადად იცოდეთ, პირველი რეტროგრადული მერკური იქნება 15 მარტიდან დაიწყება და 7 აპრილამდე გაგრძელდება, მეორე იქნება 18 ივლისიდან და 11 აგვისტომდე გაგრძელდება და მესამე იქნება 9 ნოემბრიდან და გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. დაახლოებით აი ესე. და ასევე მნიშვნელოვანია და ძალიან ესეთი საყურადღებო არის რეტროგრადული მერკური თევზების ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 13 აპრილს. ანუ კიდე მნიშვნელოვანია ის, რომ რეტროგრადული მარსი, ასე თქვა, თავის მოძრაობას გაასწორებს, გახდება დირექტიული 25 თებერვალს. ნუ მოკლედ რა შეიძლება ამ პერიოდში და ვერ შეიძლება, ამებზე გქონდა ჩვენ ბევრ დროს საუბარი, თავისთავად მარსი ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე ასპექტები აქვს და არანაირი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება საქმის გარჩევებს, ასევე მშენებლობის დროს რკინის გამოყენებას, მეტალებთან ურთიერთობას, ოქროსთან, ვერცხლთან და ეგეთ რაღაცებთან ამ დროს ვაჭრობა არა რეკომენდირებული, რადგან დიდი არის მოტყუებისა და იმედგაცრუებისა და კონფლიქტების ალბათობა. ეს ნიუანსი არის. თავისთავად ეს კარმულ პერიოდებში არსებული ეს ურანი საკმაოდ ნეგატიურ ასპექტებსაც ქმნიდა უკვე, ქონდა ურანის ცუდი ასპექტები ამ პერიოდებში და ჩვენ თვითონაც ვნახეთ ძალიან ბევრი კატასტროფები 2024-25 წლებში, რაღაც რეკორდული იყო ფაქტიურად, ძალიან ბევრი იყო ამ ბოლო პერიოდში. ამიტომ 2025 წელზე ძალიან ბევრი ლაპარაკობდა სხვათა შორის და ძალიან ბევრი წინასწარმეტყველები დაიწერა, როგორც ამაზე საუბრობდა ვანგა, ამაზე საუბრობდა კეისი და სწორედ ისინი იძახდნენ, რომ სწორედ იქნება ეკოლოგიური კატასტროფები, ეკოლოგიური ამ შემთხვევაში უკვე და ამ ეკოლოგიურ კატასტროფებზე მინდა აქცენტები გავაკეთო, იმიტომ რომ დიდია, რომ ალბათობა იმისი, რომ ნავთობი ჩაიღვაროს, რაღაც ესეთი მოხდეს, დასცელდები წყალი აღარ არსებობდეს, ესეთ გარკვეულ ნაწილებში, იმიტომ რომ იყო ესეთი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება და არიან ხალხი, ამაზე ქონდა ერთხელ საუბარი, რომლებიცაც შეუძლიათ დროში გადასვლა და რაღაცების ნახვა. სწორედ როცა გადავიდნენ და ნახეს, რომ რუსეთში იყო ეკოლოგიური კატასტროფა, ეს იყო 2027 წელიწადი, როცა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ჩაიღვარა საკმაოდ დიდი რაოდენობით ნავთობი, მათ ნახეს. ეს რამდენიმე წლის წინ ლაპარაკი იყო იმ პერიოდში, რაღაც 5 წელიწადი, 7 წელიწადი, 8 წელიწადი გავიდა იმის მე, რაც ეს ნახეს. არსებობენ ეგეთი ტომები, რომელსაც აქვთ ეს პრაქტიკა, საიდუმლო პრაქტიკა არის და სხვათა შორის მე ვეძებე ეს ყველაფერი და ვიღაც ტიპი იყო, ვინც ასწავლიდა დაახლოებით $370,000 ფარგლებში თანხას ითხოვდა, რომ გასწავლოს დროში გადასვლის ტექნოლოგიები. ეს ტექნოლოგიები საკმაოდ რთული არის და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ აქ რო გაატარებ ერთ დღეს იკატარებ დაახლოებით 1 საათს თუ რაღაცა 10 წუთს გონი, ანუ ნახევარი საათი ეს არის დაახლოებით 3 დღე აქაური. ამიტომ
იქ საჭმელი უნდა ჭამოსო, ხშირად ყოველ 10 წუთში ერთხელ, რომ აქ ენერგია გქონდეს უკან დაბრუნების და შემდეგ. ეს თუ ცხაპრად გეჩვენებათ, არის კიდე ლაივზე მქონდა მაგას საუბარი ერთხელ და ვაყურდები ყოველ შემთხვევაში მაგას ამდენად მართლა და ურა ხდება ეს ყველაფერი. თუ რომ ძალიან ბევრი იძახის სწორედ აი ამ თემებზე და საუბრობს, რომ იქნება ეკოლოგიური კატასტროფა და დაიშალოს რუსეთი. ბევრი იძახის მაგას, რომ დაიშალოს უნდა რუსეთი, თუმცა რუსი ასტროლოგები ძახიან პირიქით, რომ რუსეთმა უნდა მოიპოვოს ძალაუფლება უნდა გაიმაგროს, რადგან რუსეთის ასცენდენტი გადის სწორედ მერწყულზე, პლუტონი არის შესული წინ და რაც დრო გავა, მით უფრო გაძლიერდება რუსეთი, მით უფრო მოიკრებს ძალას და ბევრი ძახის იმას, რომ უნდა აღადგინონ მათ საბჭოთა კავშირი და აღადგინონ ახალი ფედერაცია და ასე შემდეგ. Ну, მოკლედ ყოველ შემთხვევაში ეს მათ ზმანებებში და ოცნებებში ყოველ შემთხვევაში უზით. საერთკენაც მიერეკება ეს ჩვენი მთავრობა შეიძლება მაგათი ინტერესებიც არის ეს ყველაფერი. Ну, თავისთავად ალბათ ესე კიდენ იმართებიან ეს. ამიტომ ეს რაღაცა არის, მთავრდება ყველაფერი ძველი, იწყება ყველაფერი ახალი სწორედ აი ამ პერიოდებში 2025 წელს, 26 წლებში სწორედ იქნება ძალიან დიდი ცვლილებები, ძალიან დიდი კატაკლიზმები. და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო წელიწადი, რომელიც გვაძლევს უკვე ახალი ცხოვრებისა და ახალი ყოფიერების ახალ ტენდენციებს და სხვათა შორის გაგრძელდება 2030 წელს. მე ვფიქრობ, რომ 2030 წლის მერე უფრო ხალხი, სოციუმი და მუშა კლასი უფრო გაიხარებს და ხალხში უფრო მეტი სიმდიდრე იქნება და მეტი ფული გაჩნდება ვიდრე მანამდე. მანამდე უნდა ვიომო და ვიბრძოლოთ ყოველ შემთხვევაში. ეხლა ეს ამდენად დაღამშვიდობთ მე არ ვიცი, მაგრამ მე მგონი რომ ხალხი უფრო გამდიდრდება იმ პერიოდებში. ეხლაც არის ესეთი პერიოდი, ვინც ეხლა რაღაც დანაყარს ნახავს, სწორედ 25 წელიწადი რომ მთავრდება, ხო რაღაც დანაყარს რომ ნახავ, რაღაც ახალს შეიძენ. მიხვდი, ანუ შეიძლება ფული დაღრმა, მაგრამ რაღაც ახალი მოვიდეს, ისეთი რომელიც ცნობიერებისა და ადამიანის სულიერი განვითარების სხვა ეტაპზე გადასვლას, ასე ვთქვათ, შეუწყოს ხელი. და აი ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა, ამიტომ არაფერზე არ ნერვიულობ, თუ რამე დანაყარ გინახეთ დიდი და ან ვიღაცა გარდაიცვალა, ან რაღაც, ესე იგი ეს არის ის, რომ შენთან არის იმის საშუალება, რომ რაღაც განვითარების სხვა ეტაპზე გადახვიდე. ანუ განსაცდელებით გადადის ხშირ შემთხვევაში ადამიანი, იმიტომ რომ სულიც როგორც პატარა ბავშვი ისე არის, სულიც როგორც ჩვილი ისეა, ის ტკივილით სწავლობს ხშირ შემთხვევაში, რადგან არ არსებობს სამყაროში ის რეალური ეზოთერული და კულტურის სწავლებები, რომლებიც ადამიანის სულიერ განვითარებასა და სწორზე დააყენებს, იმიტომ რომ ყველაფერი დაფარული და დამალულია და თავისთავად ამას ტაბუ აქვს დადებული. ასევე მნიშვნელოვანი მომენტი იყო მასში, როდესაც ეხლახანს გარკვეული რიტუალურად მოხდა ვატიკანში რაღაცა პერფორმანსი ჩატარდა და რაღაც ბიბლიოთეკა გაიხსნა, ისმოდა ბავშვის ხმა, თითქოს ამზადებენ ვიღაც ახალს, რომ მოიყვანონ, ბევრი იძახის, რომ ეს იქნება ანტიქრისტე. თავისთავად ანტიქრისტე საიდან წამოვიდეს, ხო თუ არა დმადედა. ანტიქრისტე მოსული დიდი ხანი უკვე რაღაც, უბრალოდ აი იმდენად არის უკვე მოდებული მთელ საფრთხეში და მთელ სამყაროში ეს ბოროტი ძალები იმდენად უკვე დომინირებენ, რომ უკვე თავისუფლად შეუძლიათ ვიღაცებიც მთავარი დემონების დაბადონ, ასე ვთქვათ. მთავარი ერარქიული, ასე ვთქვათ, ეს დემონური სულები შემოიყვანონ აქ. შეიძლება არის მაგისი ალბათობა. მაგრამ აქაც გამოჩნდებიან ადამიანებში სულიერი მასწავლებლები, რომლებიც უნდა დაიცვათ და რომელსაც უნდა მოусმინოთ და რომელსაც უნდა გაყვეთ. რადგან ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, რომლებიც საკუთარ თავს დადებს და ხალხის გადარჩენაზე იზრუნებს. ესეც მნიშვნელოვანი რაღაცა არის. მნიშვნელოვანი ასევე ის, რომ ახალი წელიწადი, რომელიც ჩვენ გქონდა, ასევე ეს იყო ახალმთვარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ რაღაცები იწყება სუსუ თავიდან. იწყება ნულიდან, ახალ მთვარეობას, დაბადებულების და ახალმთვარეობის პერიოდის ნიშნავს, რომ მთვარე გამოუცდელია, ახალშობილი არის. მთვარეს არანაირი გამოცდილება არ აქვს, არანაირი ადაპტაციისა და არანაირი განვითარების და სულის, ასე ვთქვათ, მთვარე ხო ჩვენი სამშვენელი ხო? არ აქვს იმის საშუალება რაღაცა, რომ გარკვეულ სად არის, მიხვდი, რაღაც ესეთი რაღაცა, ანუ
სიახლეებში შევდივართ რაღაც სულ ახალ იმეებში. სწორედ აი ეს ვერძისში გარდამავალი ასპექტებიც ესეც ეგეთია, სიახლეებისკენ გადავდივართ. მით უმეტეს როცა ნეპტუნი გადადის მან ძალიან დიდ ცვლილებებს გვპირდება ჩვენ ცხოვრებაში. ამაზე კიდე ძალიან ბევრია სალაპარაკო, ნეპტუნი ვერჩი ძალიან დიდი თემა არის და იმენა ერთი ნეპტუნი ვერძის ლექცია უნდა გავაკეთო აუცილებლად, ასევე ნეპტუნი ასევე ურანი ტყუპებში, იმიტომ რომ ურანი ტყუპებში წამოიღებს ახალ ტექნოლოგიებს, განვითარების ძალიან დიდი ნახტომი მექნება სამყაროს, უდიდესი. აი ეს თუნდაც ის ფულები თუ რამის გაკეთება უნდა სწორედ მოასწრო ამ პერიოდში 2025-26 წელს ელექტრონული ფულის შემოღება და ამის დაფუძნება უკვე ეს საბოლოო სახე ეხლა უნდა მიეცეს, თორე თუ ეხლა არ მოხდა მე ძალიან გაჭირდება ეს ყველაფერი. ხალხი ამას არ მიიღებს. ზოგადად ნეპტუნი ვერჩში გამოირჩევა უნარით დაიწყოს და წარმართოს სრული შთაგონებით ახალი პროექტები, რომლებიც სხვებს არ დაუწყიათ. მოხდეთ, რაღაცა პიონერობა უყვარს საერთოდ ვერჩს და სწორედ აი აქ ახალი იდეები და ახალი რაღაც თემები და საკითხებია. ასევე ამ ენერგიით გაჯერებული, ასე ვთქვათ, ეს სიტუაცია გარემო რაც იქნება, ხო, რაღაც ახალ ნიუანსებს და სიტუაციებს მოგცემს მუსიკის სფეროშიც, სულიერების სფეროშიც, ასევე ნეპტუნი ზოგადად განაგებს ძალიან ბევრ სფეროს, განსაკუთრებით სითხეებს განაგებს ნეპტუნი, განსაკუთრებით განაგებს სულიერებას, ნეპტუნი განაგებს ასევე ადამიანის ტრანსცენდენტალურ ხარეს, მოხდე, აი ამ შემთხვევაში შეიძლება ახალი მოძღვრებები და ახალი ესე ვთქვათ, მისიონერები გამოევლინოს სამყაროს, ვინც ახალ წყობაზე და ახალ იდეოლოგიაზე და ახალ რაღაც ეგზისტენციალურ თემებზე იმუშავებს. ამიტომ ვერძი აძლიერებს ნეპტუნის ფანტაზიას თუდა ვერძულად და თავის ასე ვთქვათ, აზრებს და იდეებს ღიად იძახის, ხო? რაც ხშირად აისახება ხელოვნებაში, სულიერ კვლევებში, იდეების გაჟღერება, სწორედ ეს მოხდება უფრო ნათლად და უფრო ღიად. უბრალოდ ადამიანები გახდებიან უფრო ღია, ნეპტუნი თევზებში უფრო ჩაყეტილია და უფრო ესეთია დახურული და თავისი ჩარჩოები და ისა აქვს და ნეპტუნი თევზებში ძალიან ღია და ესეთი აფეთქება ფაქტიურად. ამიტომ უარყოფითი ასპექტებიც ბევრი აქვს ყოველ შემთხვევაში, ეს უაზრო ილუზორული დამოკიდებულებები, მაგრამ აქ გვახარებს ის, რომ მანდ გადადის ასევე სატურნი და სატურნმა უნდა აუცილებლად ჩარჩოებში მოაქციოს ვერძის საომარი პროცესები, რაღაც დონეზე უნდა შემოსაზღვროს და შემოფარგლოს ომები და რაღაც ჩარჩოებში უნდა ჩასვას ეს ყველაფერი, რაღაც კანონებში უნდა ჩასვას. დაიწყება უკვე ურთიერთმოლაპარაკებები, დაიწყება გარკვეული ულტიმატუმები, დაიწყება რაღაც ახალი შეხაშეყლებების დადება, სწორედ მაგ პერიოდში როცა გადავა ვერძი 2025 წელს გადავა ვერძში სატურნი, ხო? იქნება სწორედ ახალი იდეოლოგიის შემუშავება, ახალი წესრიგის და ახალი საზღვრების, იმიტომ რომ სატურნი ესეც საზღვრებია ყოველ შემთხვევაში. თავისთავად ეს საზღვრები და ეს ყველაფერი იქნება საკმაოდ სუსტი, იქნება დროებითი და ეს დიდხანს შეიძლება მან ვერ გაძლოს, რადგან ვერძით სუსტი არის ზოგადად ვერძში სუსტი არის ნეპტუნიც და სატურნიც, აქედან გამომდინარე, რაღაც დროებით რემისიებს მოგცემს ამ სიფრთხილეების მხრივ. ბოლოს, როცა სატურნი ყოფდა ვერძში, ეს იყო 1996-1999 წლები. ეს მსოფლიო მასშტაბით იყო ახალი პროექტების დაწყება, რეფორმები და ასე შემდეგ. თუ დავაკვირდებით იმას, რომ 2099 წელს უკვე დაიწყო ოპოზიციური, როგორც ახლა ახაც არის რა, ეს ოპოზიციური მოძრაობები, მაშინ იყო რადიო 105 მე მახსოვს ეს ყველაფერი და 2023 წლამდე გაგრძელდა სანამ შევარდნაძე აქედან არ მოიშორეს რაღაცა. რაღაც ეგეთი რაღაცა. შეიძლება მე არ გამორიცხავ, რაღაც მსგავსი გამეორდეს აქ და სწორედ აი ვიღაცების მოშორება სწორედ დაუკავშირდეს
შემდგომ უკვე 3 წელიწადს 4 წელი დრო დათვალო იდეაში ხო ეგრეც არის უწევს პრინციპში არჩევნებიც დაეწევა მაგ პერიოდს აი ეს სიტუაცია რაც ახლა ხდება თბილისში და საქართველოში ძალიან გავს მართულ სიტუაციას კი ხალხის პროტესტი გასაგებია მაგრამ გაუგებარია ვინ ყავს ჩვენ ის ვინ შეცვლის ამ ხალხს ყოველ შემთხვევაში აი ეს ვირთხები რო წავლენ მე ვინ მოვლენ ეს მავნებლები რო წავლენ ვინ მოიყვანონ და ვინ დავსვათ იქ თუ ისე დავსვათ ხოშტარიები და ვაშაძეები და კიდე ეს ნაყარ-ნუყარი პოლიტიკური სანაგვე ნუ თავისთავად ამას აზრი არ აქვს გაქრება საქართველოს აღარ არსებობს ამიტომ საქართველოში გაძლიერდება ნაციონალური სულისკვეთება და გაძლიერდება ქართული ესე თქვით სულის აღორძინება დაიწყება როგორც რელიგიურად ასევე იდეოლოგიურად იდეაში ეს უკვე დავიწყეთ ჩვენ მეც გქონდა ეს ესე თქვათ იდეა და მგონი ამას დაუჭიროთ ხარ ჩვენ უნდა აუცილებლად აღვადგინოთ ის ჩვენი სულისკვეთება და აღვადგინოთ ჩვენი სულიერება რაც ჩვენ გქონდა და მეტი ნაციონალიზმი გჭირდება ყველგან და ყველაფერში თუნდაც რომ შედიხარ კარფურში შედიხარ გუდულში და გესმის ეს ინგლისური მუსიკები არ უნდა იყოს არც იქ ინგლისური და არც რუსული იქ უნდა იყოს ქართული მუსიკები და საახალწლო ქართული მუსიკები ჩვენ გვაქვს ბევრი ძალიან ბევრი და დამიჯერეთ ბევრად უფრო მელოდიური ბევრად უფრო სახალისო ბევრად უფრო აზრიანი ტექსტებით და დღეს ხალხი просто უისმენს და ტექსტებიც არის რა არის და აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ ეს ქართული და პროქართულობა შემოვიღოთ ისევ და დაუბრუნდეს ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრების წესს ეს აუცილებელია ნუ გადავშენდებით ის აღარ ვიარსებებთ ენა აღარ იარსებებს ხალხიც აღარ იარსებებს ხო ხედავ დემოგრაფიაც საშინელ დღეშია საქართველოში ამიტომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენები რაც ახლა ჩვენ გვაქვს და რაც გასავლელია ყოველ შემთხვევაში უნდა გავიაროთ ძალიან ჭკვიანურად გჭირდება ახალი ლიდერები და გჭირდება ახალი სახეები რომლებიც იქნებიან პროქართული და არანაირი სხვა ორიენტირი აქ გჭირდება აბსოლუტურად ის იმ ქართველის ოჯახს რა უთხრა რომლებიც აი ფერეიდნელ ქართველებს არ მიიღებს აქ და მოქალაქეობას არ მისცემს და თურქეთს რო შეუძრება ტრაქში ან იმებს და ქვია იმ ყიზილბაშებს პაკისტანელებს ინდუსებს კამერუნელებს მეხვდი ანუ იმათ აძლევენ მოქალაქეობას და ფერეიდნელ ქართველს რა ვიცი იმის მაგათ რომ შემოიყვანო და ჩაასახლო საქართველოსთვის საკმაოდ კრიზისულ ადგილებში სადაც არის დიდი სირთულე დემოგრაფიული და თავისთავად აი ეს რეგიონები რომლებიც ჩვენ გვაქვს ქვემო ქართლი სადაც ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი მოსახლეობა და მათი დომინაცია უკვე ძალიან უკვე ესეთი აშკარა არის ჩაასახლო ჯავახეთში იმიტომ რომ უკვე ფარული ნაღმია ჩადებული დოძღაც გასკდება ეს და ისინი მოითხოვანი ჯავახეთის მიერთებას დასუმხეთთან მიხვდი ანუ უნდა გადაუწურო იმედები 10,000-ობით და 20,000-ობით ეს ქართველი როცა დაასახლო მაგ ადგილებში მის ნაკვეთი მიწა სახელმწიფო ისინი ადგილები ხო თავისთავად გახსნა დედაენის თვითონ ცენტრები სადაც ქართულ ენას შეასწავლიან და გრამატიკას შეასწავლიან დააძალებენ რომ ათვალისწავლე ხო დედას გიტირება გუშოფაკედან საერთოდ აი ეს იმიტომ რომ აზერბაიჯანში აღარ იციან ვაფშე ქართული კი არა არც რუსული არ იციან იქ და არც ინგლისური არ იციან ვაფშე მიდიან მარტო აზერბაიჯანული და მორჩა და სუკიდიეთ შენი ქართულობა და ყველაფერი თავიდან ბოლომდე აი ეს არის მეხუთე ანუ გადაშენება ანუ არ არსებობს ეროვნული სტრატეგია იმიტომ რომ ჭამენ ეს მთავრობა რომ ვინც არ მოსული ესენი არიან ვირთხები ესენი არიან მეტასტაზები არიან ყოველ შემთხვევაში მათ შეიძლება ეს ყველაფერი გააკეთებინათ ვინმე არ გააკეთეს ეს ყველაფერი და თავისთავად ისევ და ისევ მივდივართ უკან ყველანაირად აბსოლუტურად ეს ოქროები გააქვთ ახმარენ იმათ ჩვენი ფული გააქვთ ამ პროცენტებითაც არის ახმარენ საკუთარ თავს და მოკლედ თავიდან ბოლომდე მივდივართ ერთი ადგილისკენ აუცილებელია მოხდეს აღორძინება საქართველოს იყო ეს უნდა მოხდეს უკვე ახალი თაობები და ახალი ხალხი twins იზრუნებს ქართულ ხალხზე და ქართულ ერზე ან გადავშენდებით იმიტომ რომ ეს ძალიან აშკარა უკვე ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჯანმრთელობის მხრივად თითქოს ყოველი მეორე ქართველი ავათ არის ყოველი მეორე ქართველი ყოველ მესამე სიმსივნე ჭირს და აქ მიდის მიზანმიმართული ხალხის ეროვნული
ანუ მიდის ერის განადგურება, მოხდა აქ მიდის გენის განადგურება მიდის, ქართველი გენის საერთოდ. და ყველაფერთან ერთად თვითონ ქართველ ხალხს ჭირს ტვინის დეგრადაცია. იმიტომ რომ ქართველებში აღარ არსებობს დედუქციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ანუ ერი დეგრადირდა და ერი გადაშენდა აზროვნებით უკვე ვერ ფიქრობენ ვერაფერს ყოველ შემთხვევაში ბევრ რაღაცებს ვერ ხვდებიან. ძალიან ბევრია ესე რაღაც ორჯერ უთხრა უკვე არ იცი რამდენია ყოველ შემთხვევაში მარტივ რაღაცებს ვერ ხედავენ. ეს მოკლედ ასტროლოგიური ჭრელი ესეთი იყო, საკმაოდ ესე თქვა ვრცლად გავშალეთ ეს საკითხები ამ ასე თქვა ლაივის ფარგლებში. ვეცადი რომ მომაწოდებინ ეს ინფორმაცია, მე უკვე დაპობრებოთ, როცა ექნება უკვე თვის პროგნოზები, იქ უკვე ვიტყვი სხვა ნიუანსებს, დეტალებზე ყოველ შემთხვევაში. იცით რა არის კიდე რომ მე დავიწყე უკვე ჩემ კედელზე და ჩემს აკაუნტზე იმ ქრისტეს რეალური სწავლებების გაზიარება, ახამდე არ ვაკეთებდი მაგას, მე ახლა უკვე ძალიან ფეხებზე მკიდია უკვე. დასამალი ყოველ შემთხვევაში არაფერი არ არის, გამგები გაიგებს და გამგვიძებელი გაიგვიძებს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჩარჩება მესამე განზომილებაში და ბევრი დაიწყებს განვითარებას და გადასვლას ახალ სამყაროში, ახალ ერაში, ახალ ეპოქაში და თავისთავად ცნობიერების ამაღლების და სულიერ განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. თუ სულიერი განვითარება არა გაქვთ თქვენ, არანაირი აზრი არ აქვს თქვენ აქ ყოფნას და აქ იმას, ნუ დანარჩენი ყველაფერი მიასხარისხოვანია. იმიტომ რომ ადამიანი უნდა ეცადოს რომ სულიერი განვითარების ფონზე გადავიდეს, აღარ დაიბადოს დედამიწაზე და დაიბადოს სხვა ცაზე, ნუ არსებობს მე-6-ცა, მე-7-ცა, მე-5-ცა, მე-9-ცა. ანუ ეს განზომილებებია, როდესაც უნდა გადავიდეს ადამიანი და ასე თქვა ახალი ცხოვრება დაიწყოს იქ და განვითარების დაუბრუნდეს თავის ძველ საწყის, რომელიც მოდის, ანუ ღვთაებრივ საწყისებს, ხო? ამას სჭირდება სულიერ განვითარება. თავისთავად თელი დედამიწა მოწყობილია იმისთვის, რომ ადამიანს არ დარჩეს ფიქრი იმაზე, რომ ვინა ვარ მე, საიდან ვარ მე, რატო ვარ მე, რას ვაკეთებ, რა უნდა ვაკეთო, რამდენად სწორია რომ ყველაფერს ვაკეთებ, მოხდე რომ ადამიანს გონი იბადება, უნდა გააჩინოს შვილი, ყავდეს ოჯახი, ცოლი, ქმარი, შვილები, გაზარდოს და თავისი ვალი მოიხადა. ამ დროს ამ სამყაროს ეს არ აინტერესებთ, მოხდეთ, ანუ ეს მიuliნება თქვენი, რომელიც აქ არის. არ ეხება თქვენს ოჯახს. ეხება თქვენს სულიერ განვითარებას. ეს რაც გვაქვს ჩანერგილი twin-ში, ეს ხელოვნური პროგრამაა ყოველ შემთხვევაში, პროგრამაა რეალურად. ჩვენ სულ პროგრამებში ვზივართ. ჩვენ შეგულა პროგრამები მართოთ, მაგრამ ჩვენ ამ პროგრამებს არ მართავთ. ჩვენ ამ პროგრამებს მივყვებით, იმიტომ რომ ეს სოციალური ნორმებია ყოველ შემთხვევაში. ხო, აბა ოჯახი ხო უნდა ყავდეს და აბა შვილი ხო უნდა ყავდეს. შეიძლება ყავდეს, მაგრამ არც განვითარებას არ უნდა მოუკლო, ხო? ამიტომ სულიერება, ნამდვილი სულიერება და გნოსტიციზმი რომ გავიგოთ ძალიან იწინააღმდეგება იმ ჩვენ ქართულ მენტალობას და ზოგადად სოფლიო წესებს და ადათებს და ასე შემდეგ, რაც ჩვენ ვიცით. გვინდა ეს, იმიტომ რომ ქრისტე ასწავლიდა გნოსტიციზმს და კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ გნოსტიციზმი ქრისტიანობამდე, ანუ ქრისტემდე არსებობდა კიდევ რამდენიმე საუკუნით ადრე. და გნოსტიციზმის აზრი და იდეოლოგია სხვათა შორის რომელსაც თვითონ ქრისტე მე გადაგებდა მიმართული არის სწორედ იმაზე, რომ ჩვენ ვართ აქ დამწყდეული ხალხი. მომწყდეული ხალხი ვართ ციხეში, ყავს ჩვენი მეციხოვნეები, მათ ქვიათ არხონტები და ეს არხონტები მართავენ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენ ყოფიერებას. ესენი არიან ჩვენი მეციხოვნეები. ანუ ადამიანის სიკვდილი და დაბადება ყოველ შემთხვევაში არის მუდმივი წრიული ბრუნვა. ადამიანს სწორედ ამ სანსალაცრაზეა. მოკვდა, დაიბადა. მოკვდა, დაიბადა. ნახეთ და ესა, ანუ სული დაამწყდი ეს აი აქ არხონტებმა, რათა სულმა მუდმივად ამ წრიულ ბრუნვაში იაროს რა, რომ მოვიდა, გაჩნდა ეს რაც გაქვს, კონკრეტული ცხოვრება, ეს ცხოვრება იცხოვრო. წახვიდე, გააკეთე შენი გასაკეთებელი, ვერ გააკეთე, წავიდე ესე თავიდან, ასე შემდეგ. შეიძლება შენ არ მოგინდეს დაბრუნება უკან, მაგრამ არც უნდა სულს უკან დაბრუნება, მაგრამ ისე შეგაშინებე, რომ მოგიწევთ უკან წამოსვლა ყოველ შემთხვევაში.
და როგორ უნდა მოვიდეთ და რა უნდა ვაკეთოთ სწორედ ეს ამიტომ უნდა მოვუსმინოთ ამ გნოსტიკურ მოძღვრებებს და იდეოლოგიას თუ კი ადამიანის ენერგიებითა და თუ კი ადამიანის სულით და ადამიანის ემოციებით იკვებებიან ეს დემონური არსებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და გამოყოფთ ისინი ამას ჭამენ, ხო? და ამაზე მთავრდებით რომ ესე არის, იგი აუცილებელია რომ ეს ემოციები არ გქონდეს ჩვენს ამაგისოთ, ანუ ჩვენ წინ დავტოვოთ მშივრები. თუ ჩვენ მათ დავტოვებთ მშივრებს, თავისთავად ისინი უკვე მათ ინტერესებში აღარ შევდივართ უკვე. მოკლედ რაც მე ბევრი რაღაცებს მიფიქრია, მაგრამ ერთი რაც მე შემიძლია ვთქვა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლა ესე არის ის, რომ დედამიწიდან გასასვლელი გზები არსებობს და დედამიწიდან გასასვლელი გზები სწორედ არსებობს ანტარქტიდის საშუალებით, იმ ყინულების საშუალებით, რომლებიც იქ არის, საკმაოდ ღრმად უნდა შევიდეს ნავი ან რაღაც სხვა, ან რაღაც აპარატი და თავისთავად ესეთ გასასვლელი ამით გავდივართ უკვე სხვა ცივილიზაციაში, რომელიც ბევრად უფრო მალგანვითარებულია, ბევრად უფრო ისე ვთქვათ, ცხოვრობს უფრო ჯანმრთელი ხალხი, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2000 წელზე მეტია და უკვე სხვა რეალობა, უკვე სულ სხვა კარმა, სულ სხვა ცხოვრება, სულ სხვა დანიშნულებები აქვს ადამიანებს და იქ არის სრული ჰარმონია ყოველ შემთხვევაში. ნუ ჩვენ ახლა მოქცეული ვართ ამ ეშმაკებისა და დემონების ხელში და ამ სამყაროში ვართ ჩამოსული. თავისთავად გაქცევის საშუალებას ყოველ შემთხვევაში ადამიანებს არ აძლევენ. ამიტომ ანტარქტიდას დაედო ტაბუ, იქ დაყენებული დაცვები და ყველა ვინც კი დაიწყებს სიქსიალოს და გადაადგილებას, მათ აქვთ ამის სრული უფლება, რომ ადამიანს ესრულონ. ანუ თქვენთვის აკრძალულია იქ ყოფნა. არსებობს ამიტომ სპეციალური ტურისტული ადგილები, სპეციალური სამეცნიერო ადგილები გამოყოფილი, სპეციალური მასმედიისთვის სპეციალური რაღაც ადგილები მორჩა, ნუ აი ეს თქვათ, ეს დასახლებული ადგილები არსებობს, იმის იქით უკვე რა ხდება, არ უნდა იცოდე არაფერი. ამ დროს საკმაოდ ღრმად უნდა შეხვიდე შეგნით და საკმაოდ ღრმად უნდა გაიარო ის სიტუაციები, ის ბარიერები ყინულის და მე გადადიხარ უკვე სხვა სამყაროში და იქ უკვე ძალიან რისკად გვიცვლება, იმიტომ რომ ანტარქტიდაშიც კი აღმოჩენილი არის საკმაოდ თბილი 24 გრადუსის სითბოს მქონე, ასე ვთქვათ, მდინარეები, რომლებიც იქიდან შემოდის. ასევე ჟაკ კუსტოს ექსპედიცია იყო მან, სწორედ რომელიც შევიდა გარკვეულ მღვიმეებში კი არა და რაღაც ტუნელებში ანტარქტიდაში, რომელიც აღმოაჩინეს და ნახეს და იქაც უბედური შემთხვევა მოხდა, რაღაც არსება გამოეკიდა და იქ დაახლოებით 2 თუ 3 წევრი ამ ექსპედიციის გარდაიცვალა და მე ამ თემას მე გრიფიცაი დუმლო დაედო და აიგზავნეს მაღაზიას საუბარი, თუმცა ინტერნეტში ახლა უკვე მაღაზია წერენ და ინფორმაციები არის. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტებია და ძალიან ნათელი ფაქტებია ყოველ შემთხვევაში იმისი, რომ ანტარქტიდის იქითკენ არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება და არსებობს სხვა კონტინენტები. და ძალიან საინტერესოა იქიდან გასვლა და იმის ნახვა ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია. რადგან აქ უკვე თითქოს ამ დემონების და დემონური არსებების ძალაუფლების ქვეშ ვართ მოქცეული და არ გვეძლევენ იმის საშუალებას, რომ ადამიანმა გაიხაროს ამ ცხოვრებაში. განვითარდეს. და ასაც ვლაპარაკობ კიდე ყოველ შემთხვევაში, ხო, აი ეს ყველაფრის ფაქტები არსებობს, ყველაფერზე ინფორმაციები დევს და მომის მოძიება შეიძლება ყოველ შემთხვევაში. თავარი ხლა ეს ეზოთერიკაა და ამას მეცნიერულად ვერ დამტკიცებს, ეს სულელია, მაგას არ დაგამტკიცებინებს არავინ, მაგრამ ჰიპოთეტურად ყოველ შემთხვევაში ახსნები ამას ლოგიკური აქვს და თავისთავად მეცნიერება ეს არის ჭეშმარიტების გარანტი და ჭეშმარიტების ასე ვთქვათ, წყარო თავისთავად არ არის და ვერც იქნება ვერასოდეს და არცა მაგითო მოგონილი მეცნიერება. მეცნიერება პროსტა რაც შენ გინდა რომ დაიჯერო, იმას გაჯერებს რა. რაც უნდა ის უნდა გჯეროდეს შენ, როგორც არის სკოლებში, ინსტიტუტებში, აკადემიებში და ასე შემდეგ. რაც მიიღეთ კანონება და თუ რამე გამოიგონო ისეთი რაც არ უნდა გამოიგონო, მერე კლავენ, სპობენ, გაქრობენ და ასე შემდეგ. იგივე კიბოსწამალი, იგივე უძრავი, ესე ვთქვათ, მარადიული ძრავები და ასე შემდეგ. ასეთი რაღაცებია.
ამიტომ ამ გნოსტიკურ და აი ესე ვთქვით სულიერებაზე, რომელსაც მე ინფორმაციებს ვდებ, და რომლებიც დაიდება ჩემ ვოლზე იდება ხოლმე, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ, ბევრ საინტერესო ინფორმაციებს მანდ ნახავთ. გადმოზიარება ხდება ხოლმე ამ ჯგუფშიც. მაგრამ იქაც არის, აქაც არის ყოველ შემთხვევაში. და წაგითხეთ, ნახეთ, გაიაზრეთ, ასეთ მე შეკითხვები და ასე შემდეგ. ეხლა როგორ უნდა მოხვიდე, რატომ მოხვიდე ამ ცხოვრებაში და რა უნდა ვაკეთო ამ ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში ამაზე ასტროლოგიური პასუხებიც არსებობს. კარმული ასტროლოგიის საშუალებით შეგიძლიათ ყველაფერი გაიგო. და ახლა შეხება შეკითხვებს და მე დავასრულებ უკვე კომას ამ lives. და ჯერ ადგილობრივ რომ გამრავდეს ამის საშუალება არა მართლა გონება წაგვარ. პოლიტიკურად რო გადარჩეთ ეკონომიკური ხერხემალი უნდა გქონდეს ომების რისთვის ხდება ვერ ვახერხებთ. მგებიანი საგარეო პოლიტიკის წარმოებას ნაწილობრივ იმიტომ რომ გლობალურად რთული სიტუაცია სისტემის ცვლა ხდება ჩვენი ადგილისა და პროფესიონალები გვაკლია. თავისთავად პროფესიონალები გვაკლია და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ყველა ასე ვთქვათ პროფესიები და ყველა კომპეტენტური ადამიანები დაადებილონ და განადგურონ და მოსპონ და გახიზნონ ქვეყნებიდან, ამ ქვეყნიდან. სამწუხაროდ ძალიან ბევრი გააგდეს აქედან და ძალიან ბევრი გააქციეს. და ეს ჩვენი თავრობაც მაღაზია ორიენტირებული. კი ბატონო, ლაივი შეინახება. ჩვენ შეგვიძლია ესეთი პოლიტიკა ვმართოთ, შიდა პოლიტიკას ისე ვმართოთ, რომ ფეხზე ვიდგეთ, თავისუფლად შეგვიძლია. დღეს საქართველოს ეკონომიკა რაზე დგას? მარტივ რაღაცაზე, ესა ჯარიმები. ამ ჯარიმებს და გადასახადები. მარტო ამაზე დგას, მოხდეთ, ანუ ხალხი ცოტაა, კიდე ბევრი მიდის, კიდე ბევრი გაქცევაზე, კიდე ბევრი გავა, თავისთავად კიდე უფრო გაუადვილდებათ ყველაფერი. ანუ ის მოსახმარი ფული რაც არის, ყოველ შემთხვევაში ის საქენა გამომდინარე უფრო გაბევრდება და ჯიბეში შესაძლებელი ფული კიდე უფრო მეტი იქნება, რაც მეტი წავა აქედან, რაც მეტი მოკვდება, რაც მეტი დაავადება და ასე შემდეგ, მით უფრო მეტი ხელი იქნება ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ პენსიონერები დაიხოცებიან და ამოწყდებიან, უკეთესია მაგათთვის, რადგან საპენსიო ფონდიდან უფრო მეტი თანხა დარჩებათ. ძალიან მარტივი ლოგიკაა ყოველ შემთხვევაში ამას. 29 მარტს მაქვს დაბადების დღე დაბნელებაზე. კი ბატონო, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ მაინც ცუდია. პირიქით, ეს არის გარდამტეხი პერიოდი, რომელიც მათ შეიძლება ეს 29 შენი დაბადების დღე სიახლეებისა და ახალი უკეთესი ცვლილებების პერიოდი დაიწყოს ამან და მოხდეს ერთწლიანი აღმასვლა. ამიტომ არნიშნავს იმას, მაინც დაბნელება რომ ცუდია. და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ასევე ახალი წლის შემოსვლა 20 მარტს, რადგან ამ დროს უკვე სატურნის შეერთებაც იქნება საორდოთ მზესთან და ნეპტუნისაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია აქვს მაგ ყველაფერს და ეს სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ ახალი წყობა, ახალი ჩარჩოები, ახალი კანონები გველოდება წინ, ახალ სამყაროში შესასვლელად. მოკლედ ყველას მადლობა ყურადღებისათვის. ვეცადე რომ საინტერესო ინფორმაცია მომეცა თქვენთვის, თუმცა ეტაპობრივად უკვე მე გავშლი უკვე დეტალურად უკვე ამ პლანეტების გავაკეთებ დიდ ლაივს ან სემინარს ან რაღაც ეგეთ შეხვედრას ხალხთან, სადაც განვიხილავ სწორედ აი ამ დიდი პლანეტების შესვლა ზოდიაქოს ნიშნებში არა ეპოქალურ ცვლილებებს მოიტანს ნეპტუნი, ურანი და პლუტონი. თავისთავად სატურნზეც გვექნება საუბარი. მადლობა ყურადღებისათვის და ჩვენთვის სასიკეთო ცვლილებები ყოფილიყო, იმიტომ რომ მე მგონია საქართველოს უფრო ლაითად გამოვალ ყველაფრიდან. ჩვენთან დასანგრევი ყოველ შემთხვევაში არაფერი არ არის.
ეკონომიკას ვერ წაქცევენ, იმიტომ რომ ეს და დიდი ხანია გდია ძირს. ხალხისდაც გარბის აქედან, ამიტომ საქართველოს არ შეეხება და ვერ შეეხება. ანუ მკვდარს აცავნა შეარჭო, ხო? თალაცავნა შეარჭო, მაინც ვერ იგრძნობს ვერაფერს. ამიტომ პრობლემა არა ყოველ შემთხვევაში არანაირი. ჩვენ გამოვალთ იოლად. ასე რომ მაგაზე არ ნერვიულობთ.